უკვე ძალიან იშვიათად მაქვს ექიმებთან კონტაქტი და არ მიყვარს მის, მაგრამ რას ვიზავთ? რა გავიხსენო, ისეთი რომ სასაცილო გამოჩნდეს. სხვისი ამბავი შეგიძლია, ანეკდოტი შეგიძლია. რა ვიცი, საავტობუსზე ვინც მიყვება, როგორ უნდა მომიყოს საცილად. ანეკდოტი ექიმებზე, კაცო, რა, სხვისი მაინდა მაინც. ისეთი რა იქნება, რომ თქვენ არ გქონდეთ ახლა მოყოლილი არ, თქვენ გაგონილი არ გქონდეთ. მე ჩემზე აქცენტი ნუ გეკრებათ, იმიტომ რომ მე ის ამბავიც ვიცოდი, იმ კაცს რომ უთხრა გადმობრუნდიო. მართლა? არის ასეთი ანეკდოტი და რა ვქნა. აბა გისმენ. მე შემიძლია ვთქვა, როდესაც მოდი მშობიარობის ვიტყვი, ხო, საავტობუსში წავიდოდი მაინც ბოლოს, ხო? კი ბატონო, მე საერთოდ მშობიარობამდე უფრო მომწონს ხოლმე, მაგრამ მშობიარობაზე ამტკივდა მუცელი, გავუშვი უფროსები სკოლაში. თქვენზე ყვები? ყველაფერს მოყვები ჩემზე რა. წავედი, მეტკინა მუცელი, არავისთან დარეკვა არ მინდოდა და ბოლო წუთამდე ვიყავი სახლში, რომ იქ ნუ არ მქონდა დიდხანს შეხება და წავედი მანქანით, მარტო ჩემოდანი ჩავდევი მანქანაში, მივდივარ და საშინელი ტკივილები მეწყება. შუა პეკინზე, პეკინი ხო იცნām ხელქუჩა. შუა პეკინზე, შუა ზოლში, აი ვაღებ კარებს, გადმოვდივარ მანქანიდან, ნუ ესე ვიკუზები ესე, ვაიმედი და ვყვირი ვარ, გაჩერდება მთელი კოლონა, რა ხდება, თან ეს მუცლით. ავდგები, გადამივლის, კიდე, აი ასე მიხვედი? ჩაჩავამდე, ერთი 10 ჯერ გავაჩერე, 10 ჯერ გავაკეთე. ზუსტად, აი, წარმოიდგინეთ, ვაიმედი და ნუ მივედი როგორც იქნა, საავტობუსში შევედი ჩქარა, ნუ მშობიარო ვეუბნები. ვაიმე, ქალბატონო, ესე ხო არა, რაღაც უნდა შევავსოთ, რაღაც უნდა გავაკეთოთ. ვაიმე, ჩქარა ვიძახი. ნუ ჩქარაში ავს ეს შემოგიტანონ ჩემოდანი, მითხრეს, ნუ ხო გჭირდება რაღაც. არავინ არ მაქვს, მარტო ვარ, არავინ არ მყავს ვიძახი. ნუ ესე უპატრონდეთ, ესე როგორ რა და მაშინ რაღაცა კარგი მანქანა მყავდა და თავიდან ხო ვიზახი არავინ არ მყავს და ერთმა მითხრა მე რომ კარგიო მე მაინც შემოგატანებთ რომ გავედით და დაინახეს რომ ესე მანქანით ესე რაღაცა და ამ გოგომ მითხრა რომ სადღაც დააყენეთ ეს და ბოლომდე მე გიპატრონებ თუ არა ეგონა რომ აი ისე მოანათრინე ისე გავაჩინე, ნუ არავის არ ვეუბნებოდი, ჩუმად არა და მესამე შვილს ვაჩენდი, არა და ბუმბერაზი ქმარი მყავდა, მაგრამ ესე მომინდა და ბოლომდე ამ ტყილში ვიყავი სამი. ვაჟი თუ ქალიშვილი? მესამე ქალიშვილი და ეხლა რამდენი წლისაა? ეხლა 18 წლის. მოვიკითხოთ აქედან და უსულო ჯანმრთელობა და ბედნიერება. მოვიგე ეს როლი, მარტო ხელა დედობის რაღაცა საწყლად, საჭვილი მოკონდა ამ კაცს რაღაცა სულ ესე რომ უკანონოდ გაჩენილი. საყვარელი ხარ. კარგი.